როგორც კი საუბარი იწყება ჭარბწონაზე, უცებ მოდის გააზრება. მივდივარ ექიმთან, დამიწერენ დიეტას, მე შევასრულებ ამ დიეტის პროცესს, გავამზადებ საკვებს, მივალ გარკვეულ დაკლებულ წონამდე და მერე ვეღარ შევინარჩუნებ. და თავიდანვე უკვე ხალისი ეკარგება ადამიანს. ამას მოყვება მივდივარ ექიმთან, დამიწერენ აუცილებლად როგორ დავანაწევრო ჩემი თებში ცილების, ცხიმების და ასე შემდეგ თანაფარდობაში. ან დამავალებენ არასასურველ ვარჯიშებს, რომელიც მე მაინც და მაინც არ მიყვარს, არც მსიამოვნებს და თავიდანვე ადამიანი კარგავს ხალისს, საერთოდ მის ჭარბწონაზე დაიწყოს ზრუნვა. ჰატერმანის პროგრამა სწორედ ამ სტერეოტიპებს ანგრევს. ჰატერმანის პროგრამა, ვინაიდან ერთობლივად მუშაობს მენტალურ ჯანმრთელობაზეც და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც, წამყვანი მენტალური ჯანმრთელობა სწორედ იმ დარღვევების დარეგულირება და მენტალურად გაჯანსაღების პროცესია, რაც გამოიწვია ჭარბი წონის დაფიქსირება. შემთხვევით არ არის ეს ინტეგრირება ამ ორი მიმართულების, შესაბამისად, როდესაც მენტალურად ჯანსაღდება ადამიანი, უკვე სხვა გამოწვევებს გაცილებით უფრო მარტივად ალაგებს, გაცილებით უფრო ჯანსაღი ემოციები აქვს ყველაფრის მიმართ, ამიტომაც ჰატერმანის პროგრამა განსაკუთრებულად, განსხვავებულად ზრუნავს თითოეულ თქვენთაგანზე და ყველაფერს პირველ რიგში ისმენს ჯერ თქვენგან, იმას ამუშავებს და მოყვებათ თქვენ სურვილებში. ერთი რამ მინდა გთხოვოთ ყველას, გაითვალისწინეთ, ის რაც გინდათ ყოველთვის შესრულებადია. თქვენი მინდა არ მოდის შემთხვევით, თქვენი მინდა იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. მთავარია მოინდომეთ და კლინიკა ჰატერმანი, მე თქვენი მონამორჩილი, თქვენს სამსახურში, თქვენს გვერდით, ხან ინსტრუმენტი, ხან კოუჩი, ხან ფსიქოთერაპევტი, ხან ექიმი. და რაც მთავარია ყველა ჯერზე, როგორც სიყვარულით სავსე თქვენი მეგობარი, რომელსაც ეს გზა გამოვლილი აქვს თქვენზე ბევრად ადრე, ეს იცის რას ნიშნავს და იცის რას სიამოვნებაა და რა მხელა ბედნიერებაა დასახულ მიზანს მიაღწიო, დადო შედეგი და იყო კმაყოფილი. ყველას გისურვებთ მენტალურ ჯანმრთელობას, კმაყოფილებას და იმ შეგრძნებებს, რომელსაც ეხლა სიტყვიერათაც ვერ გადმოგვიგებთ.